გიფიქრიათ თუ არა იმაზე, რამდენად საინტერესო და საოცარია ადამიანის სხეული. მაგალითისთვის შეგვიძლია ჩამოვთვალოთ თუნდაც ის რაღაცები, რასაც დღეს უკვე აკეთებდი. იყენებ ფილტვებს იმისთვის, რომ ჩაისუნთქო და ამოისუნთქო და შენი გული გაუჩერებლად ცემს. შენი ტვინი შენი სხეულის ფუნქციებს აწესრიგებს და მართავს და ამავდროულად გეხმარება, რომ უყურო ამ ვიდეოს და გაიგო. სხეულის თითოეული ეს ნაწილი შედგება უჯრედებისგან, რომლებიც ალბათ გახსოვთ, რომ არის სიცოცხლის უმცირესი ერთეული. და გასაოცარია, რომ ტრილიონობით უჯრედი, რომლებიც არც აზროვნებენ და არც რაიმე სურვილი აქვთ, ერთად იქცევიან ასე შეთანხმებულად და წარმოქმნიან ისეთ კომპლექსურ რამეს, რაცა ადამიანის სხეული. იმისთვის, რომ გავიგოთ, როგორ ხდება ეს, უნდა გვესმოდეს, როგორ არის მოწყობილი ადამიანის ორგანიზმი. ადამიანის სხეული არის ორგანიზებული იერარქიულად. და ეს ხდება სხვადასხვა დონეზე, ისე რომ ყოველი მომდევნო დონე წინაზე უფრო კომპლექსურია. ამ შემთხვევაში გვაქვს 4 დონე იერარქიაში. უჯრედები, რომლებიც წარმოქმნიან ქსოვილებს, ქსოვილები, რომლებიც წარმოქმნიან ორგანოებს, ორგანოები, რომლებიც ქმნიან ორგანოთა სისტემებს და ბოლოს ორგანოთა სისტემები, რომლებიც ერთობლიობაში ქმნიან ადამიანის სხეულს და ეხმარებიან ადამიანის სხეულს, რომ იფუნქციონიროს როგორც ერთმა ერთეულმა. მოდი დავიწყოთ უჯრედებით და ქსოვილებით. უჯრედები არის სიცოცხლის უმცირესი ერთეული და ადამიანის სხეულში ორგანიზების და იერარქიის ყველაზე ფუნდამენტურ დონეზეა. უჯრედები ადამიანის სხეულში ერთნაირად არ გამოიყურება. ამის ნაცვლად ისინი სპეციალიზებულია, რომ სხვადასხვა ფუნქცია შეასრულონ. უჯრედების შემდეგ მომდევნო ორგანიზაციულ დონეზე არის ქსოვილები. ქსოვილი არის ერთმანეთის მსგავსი სპეციალიზებული უჯრედების ერთობლიობა. ანუ ის უჯრედები, რომლებიც წარმოქმნიან ქსოვილს, მუშაობენ როგორც ერთი გუნდი. და ასე განაპირობებენ, რომ თვითონ ქსოვილმაც ჯანსაღად და სწორად იფუნქციონიროს. მაგალითად, აი ამ ფოტოზე გვაქვს კვეთა ეპითელური ქსოვილის, რომელიც გვხვდება პირის ღრუს შიდა ზედაპირზე. ეს კონკრეტული ქსოვილი შედგება ეპითელური უჯრედებისგან, რომლებიც სპეციალიზებულია იმისთვის, რომ ზიანისგან დაიცვას პირი. ასე რომ შემდეგში, როცა რამე ძალიან ცხარეს შეჭამთ, მაგალითად, შეგიძლიათ გახსოვდეთ, რომ ეპითელური ქსოვილი გიცავთ. ამის შემდეგ მოდის ორგანოები და ორგანოთა სისტემები. ორგანო არის სტრუქტურა, რომელიც შედგება სხვადასხვანაირი ქსოვილისგან და ეს ქსოვილები მუშაობენ ერთად იმისთვის, რომ ორგანომ იფუნქციონიროს. და ორგანოთა სისტემები ნიშნავს უბრალოდ ორგანოების ჯგუფს, რომლებიც ერთად მუშაობენ იმისთვის, რომ სხეულისთვის მნიშვნელოვანი კომპლექსური ფუნქციები შეასრულონ. მაგალითად, ფილტვები, რომლებიც აი ამ დიაგრამაზეა, შედგება რამდენიმე ტიპის ქსოვილისგან და ეს ქსოვილები ფილტვებს საშუალებას აძლევს, რომ გაფართოვდნენ ან შეიკუმშონ. ამ ქსოვილებში მოიაზრება ეპითელური ქსოვილი, რომელიც პირის ღრუშიც გვხვდება, როგორც ვთქვით, და ასევე შემაერთებელი ქსოვილი. და სწორედ ეს ორი ქსოვილი არის, რომლებიც ერთად მუშაობენ იმისთვის, რომ ფილტვებმა რესპირატორული, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, სასუნთქი ფუნქციები შეასრულონ. და რეალურად სუნთქვის, ანუ რესპირატორული სისტემა შედგება მრავალი ორგანოსგან. მათ შორის ფილტვები, ტრაქეა, ცხვირი და დიაფრაგმა. როცა ვსუნთქავთ, დიაფრაგმა, რომელიც აი ეს კუნთია, იკუმშება. ჩვენი ცხვირის და ტრაქეას გავლით, ჰაერი შემოდის ჩვენს ფილტვებში. ფილტვებში ხდება აირების ცვლა, ანუ ჩვენი ორგანიზმი მიიღებს ჟანგბადს და გამოყოფს ნახშირორჟანგს. ამის შემდეგ ჩვენი დიაფრაგმა დუნდება და ჩვენ ამოვისუნთქავთ. რესპირატორული სისტემა და სხვა ორგანოთა სისტემები ჩვენს სხეულში ასრულებენ სპეციფიურ ფუნქციებს, რაც ემსახურება იმას, რომ ჩვენ ვიცოცხლოთ. და ამას აკეთებენ ისე, რომ ვერც იაზრებენ. შეიძლება რთული და სამახსოვრებელი იყოს თავიდან, რა კავშირშია ერთმანეთთან ორგანიზების ეს 4 დონე: უჯრედები, ქსოვილები, ორგანოები და ორგანოთა სისტემები. მაგრამ უბრალოდ უნდა გვახსოვდეს და თან თუ დაუკვირდებით ლოგიკურიც არის, რომ ყველაზე პატარათი დავიწყოთ უჯრედით, რომელიც არის სიცოცხლის უმცირესი ერთეული და ისინი შეადგენენ ქსოვილებს, ქსოვილები ერთად ქმნიან ორგანოებს და ორგანოები ორგანოთა სისტემებს. და ეს ყველაფერი ერთად მუშაობს იმისთვის, რომ ადამიანის ორგანიზმმა იცოცხლოს და იფუნქციონიროს.